მოგესალმების ყველას, მოგესალმებით, მე და დანიკო მივდივართ ბაღში, მე უნდა წავიდე დანიკოს კაბა მაქვს წამოსაღები მკერავიდან, გეხვეწები ფეხს ჩამოწია და დაჯექ შენს ადგილზე, გთხოვ, ჩვენ რა ვთქვით, მანდ არ არის შენი ადგილი. ბევრს ლაპარაკობ. ძალიან ბევრს. დილიდან უშლი ნერვებს ეველინას. ურტყამს. ხო და თქვენ დაუწერეთ კომენტარებში ქალბატონ დანიელას და მე წავუკითხავ კომენტარებს, რომ დარტყმა არ შეიძლება. შეიძლება დარტყმა? მაშინ რატო ურტყამ ეველინას? ჰა? მავნე. ხო და უნდა წამოვიღო კაბა, მე უნდა ამოვარდე სახლში. სავარაუდოდ გამოვიცვლი და წავიდე ბაღში, რომ წავიდეთ სად? ძალიან მაგარად გასცე. ხო, და იმედია შევძებ გადაღებას, იმიტომ რომ დავალებული მაქვს ვიდეოს გადაღება ბავშვებისთვის და თან მე უნდა გავახმოვანო და მთელი ამბები და არ ვიცი ვლოგისთვის თუ შევძლებ გადაღებას, და ძალიან მაგარ ადგილზე მივდივართ. მინდა თქვენც რო გაჩვენოთ. როგორ მოგეწონათ ჩემი ცეკვი და ცეკვის ამბები უბრალოდ ისეთი კარგი ვარჯიში გამოდის. ისეთი კარგი ვარჯიში. წავიდეთ, ხო? თქვენ ვერც კი წარმოიდგეთ, ამიტომ თუ ვინმეს სპორტ დარბაზში ვარჯიში გეზარებათ. გოგო. ბევრს ლაპარაკობ, გოგო. გეზარებათ ან ხელმისაწვდომი არ არის თქვენთვის და ახლო ყავთ ანსამბლი, ვისაც სამოყვარულო ჯგუფი ყავს. მიმართეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი. წავედით პეშხეს. იქ არის მიუ. წავედით. გამოვიცვალე. მოვწესრიგდი. დანის კაბა გავაუთოვე. და წავედით ბაღში. იმედი არაფერი არ მრჩება. სკოლაში ამბავია ნახეთ. კეველი. ერთი ამბა. წავედით ბაღში. მეძინება. ჩემი ციცქნა თავის ადგილზეა. წავედით ბაღში. სად არის ჩემი ციცქნა? მაიმუნობის ხასიათზე. წავედით ბაღში. დილამშვიდობის. დღეს უკვე დღე მეორეა, გუშინ ვეღარ შევძელი ვლოგის გადაღება. ხო და ჩაგისვამთ სხვადასხვა წავიდეთ, ხო დედიკო ეხლავე ჩაგისვამთ სხვადასხვა ნაწყვეტებს გუშინდელი დღიდან. თუ რატომ ვერ შევძელი გადაღება გუშინ, ხო, მაგას მოგიყვებით. მეტი არ ჩავყარო შიგნაზე, ასე გადავყარო, ნახევარი ჩავყარო შიგნაზე. მეტი შენაც ნახევარი. დანიელა გახადე მაიცა რომ მოიღეს მე გამომხატოს. დანიელა რომ მოიღეს მე გახადე დედა. ერთი მეც გამომხატე. რუსო ზაკე დანიელა ნახე? ყოჩა, აგიდო. დედიკო ხელს ახოცი რისთვის აგაკ? ხმერთა ჩა. დავტოვე დანიკუნა ბაღში. მოკლედ რა ხდებოდა გუშინ ვიყავით ცივა. გაყინული მაქვს ხელები. გუშინ ვიყავით კერაში. ეთნო ჯგუფ კერაში, სადაც სოფლის ევოლუციის მუზეუმია გაკეთებული, პლუს არის რესტორანი, პლუს არის სასტუმრო, სადაც არის ჰერბია განთავსებული, ჰერბიას სათბურები. აი მათი არის ეს მთლიანი კომპლექსი, ასე ვთქვათ და ბაღისთვის იყო ბაღის აღსაზრდელებისთვის იყო გაკეთებული ერთგვარი ექსკურსია, პლუს იქ იცეკვეს
მკრალი ვალი და მთელი ამბები. გიდი იყო, პლუს ბავშვებს ჩითილები დაარგვევინეს, შემდეგ ჩურჩხელები ამოავლეს და კარგი სადილით გაუმასპინძლდნენ. კადრებს ჩავსვამ უბრალოდ ბაღისთვის, ანუ სარც არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ წავსულიყავი, რადგან არანაირი სურვილი იმ კუთხით, რომ ჩემი აზრით მშობლებთან ბავშვები უფრო იბნევიან და მერე დედას ითხოვენ, მამას ითხოვენ, ჰაი, ჰუი, მიდის ტირილი, 1 როტირის 10 ტირის და ეს ზუსტად ანალოგიური მოხდა რა. დანიელა, რომელიც ბაღზე გიждდება და მასწავლებლებზე გიждდება და ამ ცეკვა თამაშზე გიждდება, გააპროტესტა, არ მინდა ცეკვაო, უნდოდა ჩემთან. მე მთხოვა უბრალოდ პედაგოგმა, რომ ვიდეო გადაიღეო, ესეთ კოლაჟი რო გავაკეთოთო, მერე ეს ბაღების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების გვერდზე აიჭერთა ეს ვიდეო და მაგის გამო წავედი. თორე არ წავიდოდი. ხო და იყო იქ ტირილი. მთელი ამბავი. დაძაბულები მასწავლებლები რო ბავშვები ტიროდნენ, იქ ვინმეს რო ყურადღება არ მოკლებოდა, ყველაფერს ცდილობდნენ მისი მხრიდან, მაგრამ ახლა ბავშვი რო გაუჩერებლად ტირეს მოსვლის წუთიდან წასვლის წუთამდე, აქ ვერაფერს ვერ ისა მასწავლებელი რა. ხო და რომ მოვედი, მე ეველინას უნდა ემეცადნენ, ანუ დანი დავტოვე ბაღში, დააძინეს ბავშვები, მე მოვედი სახლში, ევეკო ამეცადინა, პარალელურად ამ ვიდეოს ვამონტაჟებდი, თან მე ფოტოებიც ჩავყარე და ნუ იქ ცალკე თემა იყო მშობლების ჩატში. ეგ ცალკე განსახილველია. მეცინება. არ მქონია ასეთი გამოცდილება და მართლა არ მეგონა ესე ბრჭყალებიანი მშობლები თუ იქნებიან იქნებოდნენ ზოგიერთები, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა. მერე კი მოიხადა იმ ადამიანმა ბოდიში, მაგრამ ადამიანო ჯერ დაელოდე მოვლენებს და მერე დაეტაკე სხვას თან ისეც, ვისაც არაფერი არ გაუფუჭებია პირიქით. რაც შემეძლო გავაკეთე. ერთი სიტყვით. კი მითხრა ისე მან პედაგოგმა რომ აიგო, მზად იყავიო. თან მე ჩავსვეს როგორც მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწევთ რაღაცა რა ერთი სიტყვით და ნუ ეს თავმჯდომარე იყო, მე ვიყავი და კიდე ერთი მშობელი იყო, დანარჩენი იყვნენ პედაგოგები. ხო და ძალიან ბევრი სურათები გადაიღეს, ანუ შეიძლება ფოტოები დაურთო, ხა სხვა ბავშვების ფოტოებს არ დაურთო, მაგრამ ვეცდები რომ რაღაც ნაწყვეტი ფოტოები, ვიდეოები დაურთო და თქვენს წარმოდგენა რო გქონდეთ, იმიტომ რომ თვითონ ტერიტორია იქ არის ძალიან კარგი. TikTok-ზე ავტვირთო, იმიტომ რომ ესე 9:16-ზე ფორმატით ამაქვს გადაღებული, YouTube-ის ფორმატით არ ამაქვს გადაღებული. ხო და კარგი იყო უბრალოდ ჩემი აზრით მშობლები რო არ ყოფილიყვნენ, ბავშვები უფრო კარგად ჩაატარებდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მშობლების შემხედარე ბავშვები ტიროდნენ. ნუ ერთი საერთოდ არ ახდა მშობელი და ისედაც ტიროდა ის ბავშვი და შესაბამისად მერე სხვებიც ტიროდნენ, მაგრამ მაინც უკეთესია ესეთ ამბებში მშობლები საერთოდ რომ არ ახლდნენ. ჩემი აზრით, რას ფილოსოფოს ვარ. ძალიან გლახა დღეში ვარ, ალერგია მაქვს კატასტროფულ ფაზაში. ეხლა ვიყიდე ფარში, ვიყიდე პური, გავაკეთებ კატლეტებს, მინდა წიწიფურა გავაკეთე და თუ მოვახერხე, მინდა ქუთაისში წასვლა ექიმთან. არ ვიცი როგორ მოვახერხებ, ხმაზეც მეტყობა. სხვათა შორის ქალბატონმა ნაირამ დამიწერა კომენტარებში, სოდა და მარილი ეწერა, მე მგონი, კიდევ უნდა გადავალო თვალი, ანუ გამოვლება, გამოსავლებსო ბავშვები, გამოსავლებთან ცოტა ისე არიან ჩემი გოგოები. ცხვირს ურეცხავ დილას, საღამოს ორივეს ფიზიოლოგიური ხსნარით.
დილას აღოს. თუ ჯვარი წერია ეველინას ხალხო საერთოდ არ ახველებს, ანუ ღამე ბავშვს ძინავს ისე რომ ესეც არ წამოახველებს, ანუ საერთოდ არ ახველებს. ნუ არის მომენტები ახლა რომ დარბის ან რაღაცა წამოულის და დაახველებს ახლა დაახველება ჩვეულებრივისა მოვლენა, მაგრამ იმ კუთხით რაც ჩვენ გვაწუხებდა საბერძნეთში ეგ პრობლემა არ აქვს. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მერეც არ გვექნება. სამაგიეროდ მე ვარ ისე დაჭიანებული რაღაცა. მეცინება. წავედი ახლა გავაკეთე კატლეტები. ნათია მასწავლებელი. გოგოებს ეთყობა რა გაკვეთილი აქვს ახლა? ჭადრაკი აქვს ახლა და ეთყობა მაგიტო არის ნათია მასწავლებელი ევეკოს დამრიგებელი გარეთ. იმიტომ რომ ჭადრაკს სხვა პედაგოგი ასწავლით. ახ დედა, საერთოდ ჯამში ძალიან კარგი იყო. მაგრამ პატარები არიან ჩემი აზრით მასეთი გასვლისთვის, ანუ სკოლის მასწავლებლები ცოტა ზევით უფრო ისე და გარემო არის ძალიან კარგი, ძალიან თბილი და ყურადღებიანები აღმოჩნდნენ. გიდი განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭი არის, აი ძალიან ისეთი საყვარელი, რაღაც რო შეხედავ კეთილშობილი სახე რაღაცა ისეთი დადებით ენერგიას რო ასხივებს, აი ისეთი ადამიანი არის და ბავშვებს ისე მოეხმარა ხელების დაბანაში, იქ პირსახოცი მოითხოვა, ხელები შეუმშალა სულ ყველას და ძალიან მესიამოვნა. და კერძიც, სხვათა შორის, ანუ კერძებიც, რაც ქათვის წვადი იყო, ხინკალი იყო 3 ცალი, ჩავაგდებ მე ფოტოს დავურთავ, ხინკალი იყო 3 ცალი, სულგუნი იყო, სულგუნი იყო თუ ყველი იყო ის ერთი ნაჭერი, სტაფილო იყო, რაც ჩემმა შვილმა ჭამა უზომოდ და ხაჭაპური იყო უგემრიელეს სასწაული და ეს ყველაფერი დაჭდა 25 ლარი, ანუ შესვლა, გიდი, ეს ექსკურსია, ჩითილების ჩარგვა, ჩურჩხელის ამოვლება და პლუს სადილი. წავედი ახლა. კი მეძინება ის. გამოფხიზდი მაიკო. მეძინება, იმიტომ რომ მთელი ღამე მახველებს და ვიგუდები. ეხა მშია. წავედი ვჭამო და მე საჭმელი გავაკეთე. ამ ქალბატონმა რო არ გამომაცილოს, ესე არ შეუძლია. რა იყო? ნაჭამნასვამი ხარ, რა გინდა? მიაუ. მიაუ. კუცუნა. მიუ. მიუ. რა? გშია? ნაჭამი ხარ შენ? კარგად. წამოყვება ახლა მანქანასთან. შევწვი, წიწიბურა გავაკეთე. თავი მოვიწესრიგე, წყალი გადავივლე მთელი ამბები და წავედი ახლა ქუთაისში. და ვიმედოვნებთ რომ ნახავ ექიმს, ვინც გამარკვევს ჩემ მდგომარეობაში. მოვედი ინტერვენციულში, გამიკეთე სპირომეტრია და ყველაფერი მაქვს წესრიგში. წავედი ახლა პულმონოლოგთან. დრუნცი მიდის ცეკვაში. გიხარია რომ მიდიხარ ცეკვაში? გიხარია ცეკვაში რომ მიდიხარ? ბუბუკა ძალიან გიყვარს? ბუბუკა მეც ძალიან მიყვარს. გიждდება ცეკვას.